Ყველას დილა მშვიდობისა ძვირფასება ეხლა ეს მაკარონი მოვხარშოთ და ამერე რამერე ყავა გავიკეთოთ. ვიდეოს ვაკეთებ და ვდებ გუშინდელს ცხილებისას და ტელეფონი ჯდება 3%-ზე, ამიტომ დავიღოშება ერთო. Დილამშვიდ, ვაიმე რა კაია, ღამერთა როგორი გაზაფხულია, სერიოზული. მართლა რა კაია, ღამერთო. რა მაგარია. ანუ კაიმზაზე თბილა, აი პიჟამოებით ვარ გამოსული და არცივა. აურა სიტკბოა. აი მე როგორ მომწონს შემფრთხილები. დამიწერეს ხო ისა ამბობდიო. TikTok-ზე დავიწყეთ მახსოვს ამბობდიო, რომ ფრთხილებს არასდროს გაიკეთებდიო. აი ეხლა კიდევ ამბობ, რომ არასდროს თქვა არასდროს. წამწამაც ის მიჩვევა დამჭერს წამწამს არ გავიკეთე. ანუ პირველადაც არ გავიკეთე, იმიტომ რომ მე არ მივეჩი, რადგან მე ისაც მუქი თვალით, მუქი თმა მაქვს და ის მუქი წამწამი აღარ მინდა თან გძელი. აი ღია ფერის გოგოებს უხდება ძალიან. ცისფერ თვალა, მწვანე თვალა, ღია კანი, ღია თმა რო ჯერ უხდება და ხა მე მქონდეს არა მქონდეს ნიშნობა არ აქვს. მე მიხდება პომადა. აღონდ ის წამწამი ძალიან კაი მასტერი უნდა იყოს და თან აი უნდა შეხამდეს, თორემ მინახია გოგოებზე რაღაცნაირ ძალიან ვულგარიზმს რო აძლევს და ასაკსაც მატებს და მინახია კიდე რომ იუზომოდ უხდება და მგონია რომ მარტო ადამიანის ტიპზე კი არ არის დამოკიდებული, მასტერზეც არის. იგი ძალიან მომწონს ისა, ტუშის დაფერვას რო აკეთე, აი ეგ ძალიან მომწონს. ეგ მომიხდებოდა. და პომადას აღარ ვიხმარდი. მაგრამ ვერ გაუძლებ, ძალიან მტკივნეული იქნება. და თუს გულის დახატოს ვერ გაუწერი და ის კი არა ცოტა უკვე დამცხა მზეზე. აუ რა მაგარია. რა საოცარია. ახლა იმას შევატენებ, შევაერთებ და წატენოთ და მოვა. მშვიდობისათ, მაიმე ხაერში რატო ხარ საწეული? ესე. მშვიდობისათ, მოკლედ გუშინ გადავიმხე თავზე სახლი. ესე იგი დილას ტორტი მივირთვი. მერე შუადღის მწვადი მივირთვი, მერე საღამოს რომ მოვედი ძალიან პატარა ნაჭერი ლობიანი ვჭამე, მოგებიან გამოატანა ბავშვის თავიდან, მერე რაფაელო ვჭამე, ეგეც გამოატანა, 3 რაფაელო ვჭამე, 2 გეგმავდი და 3 ვჭამე და მერე ნუთელიანი პურის დავაყოლე და დღეს 500 გრამით მეტი მაჩვენა, მხოლოდ 500 გრამით, რომელიც ხვალ ვაფშე განულებული იქნება. თავარია დღესაც არ მიაყოლოს ადამიანს, იმიტომ რომ აი გარიქომი ყველაზე ისა მასტური და ერთი დღე რომ აიშვებ, მე კიდე გინდა. აი მან დაიხვევა ზაგრის თავი დამარხული. რომ მეორე არ გინდოდი. არ მოინდომო. просто უარი უთხრა შეიძლება იმ შემოვიდა უდიდესი ძაღლი. ეფა გაისმა და სახში უდიდესი ძაღლი შემოვიდა.
და ვიპოვე ყავა. აუ როგორ მიხარი ახლა ესე იგი გუში უამრავჯერ მისამეთი მეოდეს მე ვისწავლი ხო აი ამასაც ისწავლი ესეც აი ესე ლამაზი თხელი ფრჩხილი და ისწავლი ხოლმე ჩემო ანუ რომ არიან ადამიანები ვინც ისწავლა მე მიშონდება ამის იმედი ხა მე არ მინდა პროფესიონალურად მე არ მინდა რომ თქვენ გავუკეთო და აი ჩემთვის უბრალოდ მაგრამ ისე რომ ლამაზი იყოს რაღაცა კატასტროფა არ მინდა ჩემთვისაც მაგრამ ხან პროფესიონალი სხვა არის რომ მოყვარული ხოდა მოყვარულის დონეზე რომ ადამიანურად ვიცოდე რა ეგ მინდა მეტი მე არ მაქვს სურვილი და მოთხოვნა ადამიანის დონეზე ვიცოდე. ისო. შაქარი. ესე იგი გამოატანა ბები ამ გუშინ. ხაჭაპური. ლობიანი აი ნახეთ მისოდენობა ხილი კარგი ყველაფერი და ჩეული ესენი რაფერ ბევრი იყო ვაფლი ისინი აღარ არის ხაჭაპური და ერთი აი ეს უპატიძენა ნაჭერი და ხაჭაპურის ესა Give up, I may have it out. Elements come out. So that is so some of my theory. Telling now about maybe when it's talking about it, it's a cardi, and it's a bit of a pay. Country down with us for it. Time had a bonus at here. Can't post this guy again. Ayehla. Let's be less. Saturday is at this time of farm. I'm going to have a weird job. I think I'm already. I'm ready. One person is not so ideal. Guarda. Tira ragazzi. ამაში შესუმზია და თილი ისე კარგად იხალება და ვერც წარმოვიდგინე აი უნდა იდგე შენი ხალხა ხელი თურიო ხელი ამბები აფიდე ძალიან პრობლემა შეხრი შეგა გამორთავი მომდადა სამალი დუთი მე დამეჯიბულა თერჩქელი ეგ მეჭირებო ხო ხოდა აი ხაფიქობდი რომ ეს აღარ მიდა ჩილები აღარ მექნება ამას გავაკეთებ იმას პინკას გავუძიხი გალიზაზე გავაკეთებ ამას გავაკეთებ იმას გავაკეთებ ხანდა აიბს წარ გავაკეთებ აგერ ჩხილები გავიკეთე
ეს რა არის კიდე იმ ხელებს იკეთებენ როგორი თურმე 5 7 7-იც არის 5 არის 7-იც არის როგორ არის ზოგს საერთოდ ასეთებია საქართველოს არის მასტერი ერთი ძალიან ძელი ცოტა როგორ აკეთებ ხილებს ანუ სხვისას მაგდელებს Varbets da michages Wow, aktor jak. Era patara zagluna. Era patara zaglunesu. Pentabunes. Es una gaures home. და მე მექნება შესაფშიკალკებელი ზეთის 300 მილilitrიანია შესაფშიკალკებელი ერთი შესხმა როგორც ვიცი არის 1 გრამი ანუ ზედმეტი არ გამოგეცადა რა რაღაც ყალატაყვანი რაღაცები ყიდათ. ხო და? აი, ნახე მაგარი. ხო და ისა. არ მაქვს ჩასმული ამ ვიდეოს ბოლოს ჩავსო. რა ვიყიდეთ კარფურში. როგორ გავიარეთ იქ ბავშვები უკვე გამოშლილი არიან, გაზაფხულია. აი ახლა ისეთი кай ხანა იწყება, ახლა ვიგრძენი გუში.
ძალიან ისეთი ხანა იწყება რა. კარგი, თბილი, ტკბილი, გარეთ გამოსვლის ჯერცხალია. გარეთ გამოსვლის, გამომზეურების სტანზე გახდის, ანუ ვიდახე ზამთრის სქელი მი 10,000 ფენა განსაცმლის გამოსწავლნა. ესე იგი, როგორ ის მქონდა, იცით წონა რომ მქონდა. ძალიან მაშინებდა ხოლმე გაზაფხულის მოსვლა, როცა წონა მქონდა დასაკლები. რატოღაც მეგონა რომ აი მაშინ პალტოში არ ჩანდა, გუშინ გარეთ რო ვიყავ, მაგას ფიქრობდი. და ანუ ეს მე მეგონა რომ არ ჩანდა, თორე როცა წონა ზედმეტი ყოველთვის და ყველაფერში ჩანს. ну რა თქმა უნდა აი რაღაცები რაც შედარებით ადამიანს უხდება, მაგრამ ანუ დასამალად არაფერი არ მალავს რეალურად და ძალიან დარწმუნდი ხოლმე გაზაფხულის მოსვლას დასულელი ვიყავი ღმერთო. ანუ გაზაფხული რომ მოვიდა, კიდე ერთი გაზაფხული, ეგ ისეთი ბედნიერება, ეგ ისეთი სიხარულია, ეგ ისეთი საოცრება და შენ ამ დროს გაღელვებს რომ აი მე ხა ტანზე როგორ გავიხადო. რეალურად რაც ვიყავი, ეგ ვიყავი, ხო რა მნიშვნელობა ქონდა ხა. ვიღაცა სხვა დამინახავდა თუ არ დამინახავდა და რას იფიქრებდა, რა მნიშვნელობა ქონდა, მე ხო ეგეთი ვიყავი, როგორიც ვიყავი. ხო და თუ კი ვინმეს გაქვთ აი კომპლექსი, ვაფშე მოიშორეთ, იმაზე იფიქრეთ, რომ გაზაფხული მოვიდა. კიდევ ერთი თქვენ ცხოვრების, კიდევ ერთი გაზაფხული მოვიდა, ძალიან ბევრი ადამიანს გაზაფხული არ მოუვიდა. ვეღარ ნახავს ძალიან ბევრი ადამიანი ამ საოცარ გაზაფხულს და შენ გააკეთე პატივი, რომ ეს საოცარი გაზაფხული ნახო და აი უკვე ღმერთისგან ხარ დალოცვილი. ასე რომ გამარჯობა. წონა ისეთი რაღაცა, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ დააკორექტიო თუ გინდა. ხო არ არის ადვილი, ხო. ძალისხმევა ჭირდება, მონდომება ჭირდება, რთულია, ნებისყოფა უნდა, გადაწყობა უნდა, გადაჩვევა უნდა, მაგრამ ანუ აი პირველი და მთავარი რეკომენდაცია მედიცინაში, ექიმებისთვისაც ეგ არის, რომ ანუ ჯერ თავიდან უნდა დააკვირდეს ადამიანი, ანუ მაგალითად უნდა ჩაიწეროს რამდენ რამეს ჭამს და უნდა მოაკლოს მხოლოდ 10%, ანუ 10%-იანი დეფიციტი შენ არ გიკლავს და არ გიხეთქავს გულს, შენი კვებით იქცევა არ გიждდება და ამ დროს შენ უკვე იწყებ კლებას. ანუ ეს საოცრებაა. მაგრამ ჩვენ გვინდა ხოლმე რომ ერთ თვეში დავიკლოთ 10 კილო. ანუ ეს არის საშინელება და ეს არის ის, რომ მე რაც ვერ ვიკლებთ, იმიტომ რომ რეჟიმშილებ, ყველაფერს მოიკლებ და მე ერთ დღეს დაждები და ყველაფერს დაიწყებ ჭამას და ერთ დღეს რო აი ნახე მე გუშინ ხომ ჭამე ყველაფერი. დღეს გავაგრძელებ. ჩვეულებრივად თვლას და არც მოვაკლებ არაფერს, ჩვეულებრივად გავაგრძელებ თვლას. დღეს ძალიან ადვილი იქნება, იმიტომ რომ გუშინ ბევრი ვჭამე და დღესაც გამომყვება. მაგრამ ხვალდაზე მექნება კრეიმინგი, მე ესე მაქვს ხოლმე, მეორე მესამე დღეს მაქვს ხოლმე. და მენდომა ისევ ბევრი, ანუ მეტი მენდომა. მაგრამ მე გაცნობიერებულად ვიცი, რომ ანუ რა მინდა, რატო ვაკეთებ ამას, ხოლმე ამას ხარ ვაკეთებ უაზროდ, ამაზე აქვს თავისი მიზეზი და მე ეს მიღირს, თუ მიღირს რა ვდგე და ვჭამ. თუ მიღირს ჭამ, ვანებებ ყველაფერს თავს და ვჭამ, მაქვს ხოლმე ეგეთი პერიოდები. თუ არა და თუ მიღირს რომ ისე გამოვიყვებოდე როგორც მინდა, ვჭამ 1300 კალორია, არ არის ის რაოდენობა, ძირითადად 1300, ანუ 1200-საც ვჭამ, 1400-საც, მაგრამ ყველაზე ხშირად ვჭამ 1300. 1300 კალორია არ არის ხა ისოდენობა, რომ არ მშიერი იყო, ან რამე ვერ ჭამო, ან რაღაც, ხო? ყველაფერს ვჭამ და რადგან ყველაფერს ვჭამ, მე შემიძლია ერთი დღე მაგალითად როგორც გუშინ ყველაფერი ვჭამ, მაგრამ აი არა გადასკდომაზე და რაღაც ბევრი იყო, 2000 კალორია იქნებოდა, მაგრამ 2000 კალორია დარღვევის დღეს არაფერი არ არის, ადამიანები 10000 ჭამენ. ხო და გავაგრძელებ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ არაფერი არ მენატრება, მაგრამ რომ მენატრებოდე ეს და იმას ვაჭამდე, იმაზე უარსლაბობდე, იმაზე, ანუ მაშინ ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა. იმიტომ რომ მე ორგანიზმი თვითონ იმას გიშვება, რომ ვეღარ გააგრძელო. ხო. შევიდეთ დავიჭდეთ. ადამიანურად შესაძლოა მისადრავი ძალიან დიდი მნიშვნელობა ყველაფერს. ისეთი ავანტო და იქნება შემოდი. მეჩვენება ბნევა, აუ თეთრით ეს მაგარი დავკარგე. ჩემი საყვარელი თეთრით.
მისამაგრი, რომელიც ყველასთან მიყვარს, დავკარგე. სავარაუდოდ სახლში სადღაც. ბონიტა შემოდი. თქვენს უყვარს ამგვარი. გაიხდება. ხანუ მოგრეთ ასე. მინიმუმმა მე უნდა გაჩვქო თავიდან რაც გჭირდებაო. არ ვიცი გელი და რაღაცეები და მეთქი არ მინდა მეთქი ვიყიდი, იმიტომ რომ შენ მუშაობ და ხა შენ უფრო მეტად გჭირდება ვიდრე მე. არაო, მე უნდა გაჩვქო, მინდა მთელი გულით და რადგან ეგ მითხრა, მე როცა რამე მთელი გულით მინდა ხოლმე ადამიანისთვის, ის ძალიან ძვირფასია ხოლმე და მე არაფერს აღარ ვეუბნები, მაგრამ მაინც მინდა რომ ცოტა ისა ანუ არ დაიხარჯოს რა მოხდეთ და სულაც ერთი ის რო იყოს გეულაკის მანიკური, ეგეც ძალიან გამიხარდება. და ის ძალიან ლამაზი ფრჩხილები და თან ის რომ მითხრა რომ აი დაგეხმარები ყველაფერში, ჩემს ეგ არის შეუფასებელი რა, ანუ ყველაფერში დამეხმარება და რაღაცა ვისაც გინდათ, აი ასეთ ძალიან კარგ ფრჩხილებს აკეთე, ძალიან საყვარელი თბილი ტკბილი გოგოა. ნეილ მასტერობა კაი რთული რაღაცაა შენ გენას, მაგრამ იმდენაირი ადამიანია, იმდენაირი წუნია ადამიანია, იმდენი აიმე მე ვერასდროს ვერ ვიქნები ნეილ მასტერი. ნუ აი ხა თუ გამიჭირდა და შულები მშიერი დამრჩება ნეილ მასტერი კი არა, ყველაფერს ვისწავლი და გავაკეთებ, მაგრამ ანუ აი სიყვარულით რო ვაკეთო რა, ანუ არაა ჩემი საქმე ეგ. არა. просто მინდა რომ ჩემთვის ვიცოდე და აი ნებისმიერ დროს გადავიკეთო ჩემით, ახალი გავიკეთო და ასე და ჩავეწერო, არავისთან წავიდეს სახლში უბრალოდ აურო გაიქნება. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა. ნახოთ ჩემ როდის ჩამოვა. ხოდა შემოსაყვარლო და ძვირფასო გოგოებო არ გქონდეთ არანაირი კომპლექსი, არანაირი წონის, არანაირი არაფრის. შენ რო ხარ აი ეს უკვე ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან მშვენიერი ხარ და ეს უკვე არის ყველაფერი, всё. ანუ წონის შეცვლა შეიძლება ძალიან მარტივად. ბევრს ეს არ სჯერა და ანუ წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ეგრეა. ესე იგი 11-31 მარტი. 111 ლარის რაღაცებმა გამოწერილი. და როგორ ველოდები ეს გამოვიწერე? თეთრი არ გამოვიწერე? მე მახსოვდა რომ ის თეთრი გამოვიწერე. ეს გამომიწერია. არა და მახსოვდა რომ ის თეთრი გამოვიწერე, მეორე პატარა. ეს კიდე ეს გამოვიწერე. ნახე ახლა 30 ლარი ღირს, მე 23 გამოვიწერე. სანის. რამდენი ვატიანია, ონინი მითხრა, ეგ არის მნიშვნელოვანია. ნახოთ. 72 სვეტო რაღაცაო. კატერია. არა 72 ნატურა აქვს. ლევი არა წერია. 10 წამია 30 60 99. 5000 საათი მუშაობს გონი? ხო. სამებიც არის. მოდი არ ვიცი. რამდენი აქვს? რაცა ესა. კიდე გამოვიწერა რაღაცები და ჩვენ რო ჩამოვა მე
და ერთი ამბით ველოდები და მაგის მერე კიდე ერთი ის მაქვს რომელიც 17 მარტი 2 აპრილს უნდა მოვიდეს ეს 77 ლარიანი ბავშვებს რომ უდოთ რაღაცეები და ბავშვებს უდოთ რაღაცეები რა და მე მეც იმას ვქენი ჩავერთე და აღმერთე რამდენი რაღაც აი აქ მაქვს იმენა ხარახურები გამოწერილი აი იმენა ხარახურები კაი, გამოდი ახლა კიდე რამეს არ გამოვიდო, როგორ მომწონს თემო. თავი ახლა ძალიან არ დამევასა მეთქი ეს არის, მაგრამ მე რომ ვნახე, ანუ როგორ უნდა გამოიწერო, კარგი ჩამოვიდეს და მაგ შემთხვევაში როგორი კაი რაღაცები. მოდი შეგრო დავამუღამე. აგერ მართ დამეძრა, ებოდა ძმებო. Ponieś patrzę. ვისაც გიყვართ მიწის თხილი და მზეს უმზირა და ეგენი იცოდეთ რომ საშინელად მაღალ კალორიულ რაღაცებს მიირთვამთ და ზომებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აუ, ვიღაცამ დამიწერა არა ჭამოდა, რატო? ამას არა აქვს ალერგია, ხა რატო? ეს ხო ძალიან კაია. ой, გამოვაქვეყნოთ აიგვერთ ის ვიტრო. მე რაღაც მეგონა რომ კვადრატები ჩემი ფორმა არ იყო და არ მომიხდებოდა. არ ვიცი რატომ. მე მგონი კვადრატი უფრო პრაქტიკულია. არ ვამარტს. აბა თქვენ რას ფიქრობთ? მიხდება კვადრატი? მე პირველად მომეწონა კვადრატი. შეამოწონდა. მე ყოველთვის მომწონდა. მალი უფრო მომწონდა. ახლა გიქვეყნებთ ამ ვიდეოს. ახლა არის თერთმეტსაკვირა 5 წუთი. ესა. მოვხმარ მეკონა რაღაცა. ნან უზომოდ მომეწონა. როგორც კი დააგრძელა, ჯერ არაფერი არ ესვა, პროსტა ის რომ დაადო გელი. აკრი გელი ქვია ხო მაგას, აი რომ დაადო, მეთქი ვა. მიხდება. ჩემ პატარა წაღლი. ჩემო იმუნი პატარა წაღლი.
გილოცავ შენს ავით ლამაზი იყოს შენი ცხოვრებაც მუდამ. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ჩემო ულამაზესო და უსაყვარლესო. ნინო ყველა დღე ჩვენია ოკეი ძვირფას რა თქმა უნდა. ძალიან ანუ ცოდვა ის ადამიანი თუ ფიქრობს რომ რომელიმე ერთი კონკრეტული დღე არის მარტო ვთქვათ დედის ან ქალის ან სიყვარულის, მაგრამ თუ ყველა დღეს ბედნიერებით ეგებები და აღნიშნავ, მაშინ ეს დამატებითი ის არის ბონუსი. როგორც ხელფასზე რა. ია როგორ მიყვარხარ გილოცავ ნირვამაც. უბედნიერესი ქალი იყავით მთელი ცხოვრება მადლობა ძვირფასო. ლელო ნინი ბედნიერი მინდა იყო ჩემო გოგო მადლობა ჩემო საყვარელო ძალიან დიდი მადლობა. ყველას ვინც მომილოცეთ მეც გილოცავთ ძალიან დიდი მადლობა. სულ ბედნიერები ვყოფილიყავით და სულ გვახსოვდეს ის თუ ვინ არის ვინ ვართ. ქალი სიცოცხლის დასაწყისიც არის და მოგვდინებისაც. ნუში, გილოცავთ გოგოებამ ყოველი დღე სიხარულის და ბედნიერების ქონდა. დიდი მადლობა ძვირფასო. მიყვარხარებიტო. ნინო ჩემი საყვარელი ნინო გილოცავ ქალთა დღეს ყველა დღე ყოფილიყოს გადაფხულივით ფერადი და ლამაზი ისე იკას სიმაღლე კი უწყობს ხეს ფარდა რომ დაკიდოს ისარგებელ დღევანდელი დღით არა ის ფარდა ჩამოგლე ანუ ის არის კარნიზია ჩამოგლელი თან ის იმ სიმაღლეა ორი იკა უნდა რომ იმას ქნას ძალიან მაღალია პროსტა ის უნდა აქვია კიბე ჭირდება და თან კარნიზია ჩამოგლეჯილი. ეგეთი რაღაცები საკეთება მე არ მიყვარს. ამიტომ მაქსიმალურად. ქეთევან გილოცავ ნინიკო ბედნიერი ქალი ყოფილიყავი მთელი ცხოვრება მადლობა ჩემო ძვირფასო. მე და იგავ მიდიოთ მანქანა ეკუნამ დაწერო ძალიან კაი ვიდეო იყო მე და ჩემი ძმა ვართ მოსე ზუსტათო. ირმა სალამი ძვირფასო. გილოცავ ჩემო ძვირფასებო. ევიტო ჩემო პრინცესა ულამაზესო. მრავალი წლების სიყვარულში გეცხოვროს წარმატებული და ბედნიერი მომავალი ქონდეს მუდამ. ნინი ჩემო ლამაზო ქალბატონო ლია გილოცავ დიდი სიყვარულით დიდი მადლობა ირმა ძალიან მიყვარხარ. მეც გილოცავ შენს გოგონას და რა ვიცი ყველას ყოველი დღე სულ მართლა ყოფილიყოს ფერადი გაზაფხულივით მზიანი თბილი და ბედნიერი. მანანა ევა დიდი ქალი გაიზარდე ბედნიერი მადლობა ჩემო ძვირფასო დიდი მადლობა. აუ მაგარია და ვინ ევა რო ჩემხელა იქნება ვაიმე 30-ის ვიყავ ევა რო გავაჩინე ეხლა 35-ის 36-ის ხდება ევა რო ჩემხელა იქნება მე რამდენი წლის ვიქნები? 65-ის? 30-35 დავუმატოთ. მე წაღან 35 დავუმატო 35 და არა ჯერ არ მინდა. ჯერ ერთი მაგრანი წინ მაგ.
ჯერ პატარა იყოს. აი ეს კარგი ძალიან გემრიელი ორცხობილები გამოდის. ოფაი მე ორცხობილებში გავიმეტებ მაგას. ისე მიყვარს. ნათია გილოცა მინძვი ბატობედნიერი ხალი იყავი. შინაგანი ბედნიერება და ხალისი არ დაგეკარგოს. ეს უდიდესი სურვილია. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. ეს რავი, სიცოცხლეა ფაქტიურად. ნატომ, გილოცა ჩემო ულამაზესო გოგო, მუდამ ლამაზი ბედნიერი და მუდამ შენი დღე ყოფილიყოს ჩემი გაზაფხულის გოგო ხარ, როგორ მიყვარხარ. როგორ მიყვარხარ ნატომ. შენ ყველა შენი თხილი შეჭამე უკვე? მე სხვა ვჭამნი და იქიდან. თაკო ქალად რომ დაიბადები უკვე ჯეკპოტია. გილოთად ყველა ქალბატონს ქალბატონს ჩვენი ძალა და სილამაზე უსაზღვროა. კი, გეთანხმები. მაგრამ იყო დრო რომ ვაიმე არც მინდა გავიხსენო. ზუსტად ამიტომ რომ ჩვენი ძალა და შესაძლებლობები უსაზღვროა. ზუსტად ამიტომ იყო რომ ასე ძალიან ქალებს უნდა მიწაზე აბაუდნენ, რასაც ქვია, ფრთებს აჭრიდნენ, კლავდნენ. დასკი ისჯებოდნენ ამის გამო. მარიამი მინიგილოცა რამაც მაქვს ერთი შეკითხვა. თუ კალორიების რაოდენობა 1000 კალორია არის. თუ ჩემი კალორიების რაოდენობა 1000 კალორია არის. და მე ამ 1000 კალორიას შევახსებ უფრო მეტი ტკბილით ვიდრე საკვების შედეგი მექნება ძალიან გთხოვ მიპასუხე. შემოსაყვარელო ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ რომ 1000 კალორია ნორმა ვერ იქნება, იმიტომ რომ ჯანსაღიკლებისთვის საჭიროა აი მაშინაც კი თუ ხარ დაბალი, თუ ხარ ანუ მაგალითად აი მე 160 ხო ხა მაღალ ადამიანს მეტი კალორიაჟი ეკუთვნის. თუ დაბალი პლუს თუ არ გაქვს ფიზიკური აქტივობა, ანუ რაც პრო დაბალი ადამიანი მით უფრო ნაკლები კალორია ეკუთვნის. იმიტომ რომ მისი ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს ფუნქციონირებისთვის. რაც უფრო არა აქტიურია, კიდევ უფრო ნაკლები ეკუთვნის, იმიტომ რომ კიდევ უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს მისი ორგანიზმი, როცა არ ხარჯავს დიდ ენერგიას. მოხმარებას არ ჭირდება დედმეტის. ხო, მაგისთან მიუხედავად. ხო, პლუს ასაკი კიდე. ყველაფრისთან მიუხედავად, როგორც არ უნდა იყო, სიმაღლე, წონა, ფიზიკური აქტივობა 1000 კალორია არ შეიძლება. 1000 კალორია არის ის, რაც ანგრევს ჯანმრთელობას. აუცილებელია ორგანიზმმა ყველაფერი მიიღოს, მაგისთვის 1200 კალორიის მიიღება. და ნახე, მე ძალიან ბევრი გოგოები ვიცი TikTok-ზე, აი აღარ მაქვს ბონი, ფაფუ, მორჩა, აი გავათავეთ უკვე მე და შენ შევჭამე ჩვენი ნორმა უკვე. შენ კი არ იცი ნორმა, მაგრამ დიდი კუკოს სწავლის. ხო და ესე იგი ძალიან ბევრი გოგო ვიცი რუსულ TikTok-ზე. რომლებიც ძალიან გამხდრები არიან. 40 კილო, 42 კილო, 45, 49, 50 სიმაღლის მიხედვით რა. და აი ფაქტობრივად არაფერს არ ჭამენ დღის განმავლობაში. დეფიციტზე არიან სულ და ჭამენ მარტო ტკბილს. აი მაგალითად შეიძლება ჭამონ რაღაცა 2 კოვზი წიწიბურა და ერთი ნაჭერი ყველი ან რაღაცა ძალიან ცოტა ფილე, ან რაღაცა მოხარშული თევზი. და დანარჩენი მთელი დღის განმავლობაში იქნება შოკოლადი, ტკბილი ყავა, კაპუჩინოები და ეგენი რო ანუ მაღალკალორიული, ნაყინი და ეს შეიძლება იყოს ავის ბევრი. ნახე ხა როგორ არის. დაკლები დაიკლებ. მაგაზე კვლევებიც ჩატარდა, ესეთიც კი რო ადამიანი მარტო ბურგერებს ჭამდა და მაკდონალდს ჭამდა, დეფიციტზე იყო და დაიკლო. ასევე აი ტკბილეულზე, რაც არ უნდა ჭამო, როცა შენ ორგანიზმს დეფიციტს აწვდი, მაინც დაიკლებ. რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად დაიკლებ, თუ ისეთ პროდუქტებს შეჭამ. ანუ როგორ გითხრა, მაგალითად კვერცხი, ან ცილოვანი, თუ იქნება ნახშირწყლებიც იქნება, ჟრდისიც იქნება, ხილიც იქნება, ანუ ყველაფერი რო იქნება, ეგეთ კვებას გაბალანსებულს, ასე ვთქვათ, რო შეჭამ, უფრო სწრაფად იკლებ. და ძალიან დიდი სხვაობა არ არის. შეიძლება მაგალითად თვეში 9 კილოთი მეტი დაიკლო, თუ ისე იკვებები და ასე 9 კილოთი ნაკლები დაიკლო, ხო? მაგრამ კლება მაინც არის, იმიტომ რომ დეფიციტი იქნება. მაგრამ ნახე რა შესაქმე,
როცა ტკბილს ჭამ, ამ დროს შენს ორგანიზმში ხდება ისეთი ცვლები, რომ შენ ამ ტკბილის ჭამის მერე ძალიან მალე გშივდება. ანუ, შენ რო ჭამ ტკბილს, შეჭამ ეს ინსულინი ადის მაღლა ძალიან. მერე გამოიყოფა გლუკოზა, იმიტომ რომ ბევრი ინსულინი რო გამოიყო, ეს ბევრი ინსულინი განეიტრალოს ბევრი გლუკოზა და იმ ბევრ ინსულინს რო ეს ბევრი გლუკოზა განეიტრალებს, უკვე ძალიან ხშირია. ანუ ჭამე, აი მე მაგალითად ხა სულ ფიქრობ ხოლმე მას მე რაც კალორიების შესახებ გავიგე, რომ აი მაგალითად ჭამე ტორტი, ხო? გუშინ, ან ცოტა ხნის წინ ჭამე რულეტი და რაც, ანუ კალორიების კუთხით მივიღე სადღაც 500 კალორია ვჭამე ერთ ჭამაზე. და 2 საათში ისე მშია, თითქოს საერთოდ არაფერი არ მიჭამია. რა იყო? ხო, გაუბრალდი. ამდენი მიწის თხელი გაჭამე, რა შამ კაცო არ გამაგიჟო. დესერტია რა და. რითვენ გაიგე რომ კაკა არ იჭმება. ხო, წაგიქენ თუ ძაღლი ხარ. ხო და მაშინ როცა 500 კალორია რო ჭამო, იქ იყოს ცილაც, იქ იყოს ნახშირწყალიც, იქ იყოს უჯრედისიც, ნახევარი დღე საერთოდ საჭმელი არ მახსოვს, ხდები? ანუ ამ დროს ძალიან ნელა ადის ინსულინი ზემოთ და ძალიან ნელა ჩადის. ანუ ეს ნაყროვანება ყოფნის დიდხანს. ამიტომ ამ დროს იკლებ, იცი როგორ შიმშილის განცდის გარეშე. ანუ კი შეიძლება გქონდეს რაღაცა ცოტა, მაგრამ აი როცა შენ უმეტეს კალორიას შენსაც ტკბილით იღებ, იკლებ, მაგრამ სუქშია, მაგასაც ეჩვევა ადამიანი. მაგრამ ორგანიზმის საერთოდ იმიტომ დეფიციტის დროს ძალიან დიდი დეფიციტი იქნება ვიტამინების, მინერალების და ყველაფრის. და შენ რომ მარტო ტკბილს იღებ, იქიდან ვერაფერს ვერ იღებ, მაშინ რა დალიო. ვიტამინები და მინერალები. თუ არა დაიწყება თმის წვენა, ფრჩხილების დაშლა, კბილების და ასე შემდეგ. გამოფიტვა ორგანიზმის, იმუნიტეტის დაქვეითება და ასე შემდეგ. რაც არ არის ასურველი. თუმცა, აი მაგალითად ჩემსავით რო გააკეთო, ძალიან კაია. ну ეხლა მე არ ვარ სლატკაიაშკა და ვინც არის იმისთვის ალბათ ეგ გამოსავალი არ არის, მაგრამ აი ხა მაგალითად კბილი ყავა დავლიე, მე მაგალითად შევჭამ, აი ამ ერთს შევინახავ და შევჭამ, დავაყოლებ საკვებს, მე კიდე რაღაც და ესე რა, ხო ხდები. მაგრამ ну ვინც კბილის მოყვარულია, იმისთვის ეგ გამოსავალი არ არის. იქა დღეს წავიდეთ ბაზარში, ჩემი მანქანით? ჩემი მანქანით წავიდეთ ბაზარში? იმ ბაზარში? ხილა ბოსნეული ვიყიდოთ. არ მოიწონა ეს რაღაც გვერდზე გაიხედა უშნოდ. ვიყიდოთ ვაშლი ვიყიდოთ, ვაშლი. უთი ვაშლი. ბროკოლი მინდა. ის სოკო მინდა. კიდრი პამიდორი თუ იქნება მინდა. არ ვიცი ოღონდ იქნება თუ არა. სალათის ფურცელი მინდა. კომბოსტო მინდა. კაფილო მინდა. ბოლოკი თუ იქნება ცოტა მინდა. აქ ვიღე ესე ყველაფერი. ვაშლის ვიყიდი. ხორცი არ ვიცი. ხო და ასე. ასე და ამგვარ არის. მოკლედ, დილამშვიდობისად ვიფასება და კარგება მიყვარხარ გაკოცეთ და ჩემია. თუ გინდა ნახევარს. არა, ვაფშე მინდა. აუ ვაშლი დადო დანადაადო ჩემია იმე მონიშნა. ამ გოგომას კითხოთ ამისვა TikTok-ზეც და YouTube-ზეც და აქაც ვუპასუხე და იქაც ვუპასუხებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის არის აქტუალური. ჩემი ძალიან საყვარელი გოგო გამოჩნდა ირინა, ძალიან მომენატრე და მომაკლდი როგორ ხარ. წარმატებები ნინი ახალ წამოწყებაში, გადასარევი იდეა. ბონი რამხელა გაიზარდა, ყურცქვიტა, ვაიმე ყურცქვიტა, ხომ ეს ყურცქვიტას ვეძახი. გემრიელად მიერთვი საყვარელი ევიტო. კიდე ერთი კომენტარი იყო, რომელსაც მინდა მეპასუხა, გუშინ ვნახე და იმდენი დაიწერა იმის მიერ, რომ იმას ვეღარ პოულობ.
აი ეს კიდე ბედნიერებაში ყველაფერი სულ მაინტერესებდა თემნა ვერცხლი როგორც არ ვიცი ძვირფას ეს რამდენად ვერცხლია არ ვიცი. ანუ ჩვეულებრივი მატერიალი აშკარად არის 2 დღეა თუ რამდენი დღე გავიდა რაც ჩამოვიდა. აი მოუხსნელად მიკეთე არ მეკავება ყური მე ვერცხლზე ყური არ მეკავება. არ მეკავება არ ტკივა ყური არაფერი მეკავება ხოლმე ბიჟუტერიაზე. ანუ მთელი დღე ძლებს და ღამეს თუ გავიჩე და მეორე დღეს მე უკვე მეწევა ქავილი. არ მეკავება არაფერი მიკეთე. რამდენად ზუსტად ვერცხლი არის, მაგრამ 925 სინჯიზე დაწერია. და ამასაც აი თავს ვერ დავდებ, მე არ ვიცი ცნობა. სიმართლე რო გითხრათ, არც ოქროსი და არც ვერცხლის ისე რომ თქვათ არ შევცდე, მაგრამ რავი, გავს. ძალიან გავს. არ ვიცი. ჩემი მით არ გამოიწერო, მე არ დამაბრალო, არ ვიცი. თუ ცნობა იცი, გამოწერე და რო ნახავ მე უკვე მიხვდები რა. აუ საწავიდა ის კომენტარი. აი ეს მარიამი, აი ეს კომენტარი მინდა წამეგიღა. ნინი, როგორც კი დაბალანსებულ კვებაზე ხარ, სახეზე ეგრე გერჩნევა, როგორ გიხდება. არახისის კარაკი რა აღარ გავსინჯა სნექის საუკეთესოა. ისეთი ძვირფასები არიან პირადად ჩემთვისაც უჩუქებიათ კომპანია, რომელიც ღორი არაა ყოველთვის წითელ. აი 1000%, აი ბევრი 1000%. ჯერ სნექიზე გეტყვი. ესე იგი სასწაული კომპანია, ძალიან კარგები არიან, ძალიან, ანუ საერთოდ ადამიანიც ეგრეა. ბზუნწი ადამიანი ვერასდროს ვერსად ვერ წავა. ანუ სადაც ამ წავიდეს, იქ დაბრუნდება საიდანაც წავიდა. იმიტომ რომ აი ეს სიძუნწე სამყარო სულში ღმერთში ართებს გაიგე და ჩვენში როცა სიძუნწე თავს იჩენს, იქ всё უკვე არაფერს შანსი არ. ჩვენ თვითონ ვართ ჩვენ თავს შანსი. კომპანიების აი ზუნწი, წუწურაკი, აი ეს რაღაც ბინძურები რო არიან ანუ არის ეს კომპანია და რაღაცა ერთი ნახევარწლის მერე გაიხედავ და აღარ არის და ესენი არიან მე არ ვიცი ზე ხალხია ყველა დაწყებული ოპერატორით მენეჯერზე და იმაზე აღარ საუბრობს საერთოდ ისეთი ურთიერთობის დონე აქვს და დამთავრებული კურიერით ანუ ზე ხალხია და პროდუქტიც არის ზე ჩემთვის ეგ არის ხოლმე მათ მე მჯერა რომ ზე ხალხი ზე პროდუქტს მე ვერ წარმომიდგენია ასე გაცნობიერებულმა ნორმალმა კარგმა ადამიანმა ნაგავი პროდუქცია გაყიდოს. აი ნაგავი ადამიანი ნაგავი პროდუქციის გაყიდის. იმიტომ თავის თავს აკადრებს, იმიტომ ჩვენს ეგეთია მეგობარო. მაგრამ როცა თვითონ ადამიანი არის მოწოდების იმაზე ის ნაგავს თავის თავს არ აკადრებს რომ გაყიდოს და ანუ შეუდარებელი გემო. ბონიმ კაკა იკა. კაკა გადააგდე. ჰა? ბონია, იქალის. და გადავაგრებ ამას უპასუხო მოიცა. და დაბალანსებულ კვებაზე. ესე იგი, როგორ შეამჩნიე მეც ზუსტად ყველაზე მეტად მეზიზღება ჩემს თავზე რა. როცა ჩემი სახე შუპდება. ოღონდ ნახე, მე ვიცი რომ ციკლის დროს შუპდება ეს ნორმაა, მაგრამ მე როცა ვიცი რომ ჩემი სახე იმიტოა შეშუპებული რომ მე 1000 რაღაცას ვიყრი. აი ეს მეზიზღება ეს განსხვავებით რომ ვიცი რატო აი ბებერა რომ ვიცი რატო ხო და როგორც კი 3 დღე მე ვიკვებები ბოსტნეულიც მაგცილაც მაგ ჯანსაღადებით ჩემი სახე ხდება ჩამოთლილი ულამაზეს და გეგონა შიგნიდან ნათებას იწყეს აი ხა წარმოიდგინეთ ეცე რომ იქნები როგორ გამიხარდა რომ შეამჩნიე ერთი წუთია როგორ გამიხარდა რომ შეამჩნიე ისე გამიხარდა ისე გავბედნიერთი რომ მეტი არ შეიძლება აი ამ კომენტარის წაკითხვა მინდოდა არ დავაგულე სპეციალურად რომ მე მენახა ანუ ეხლა ეგრევე ჩემი სახე მელაპარაკება ხო მადლობა ღმერთს თუ არ მაყრის მე ზოგს აყრის კიდეც ისეთ კვებაზე მე არ მაყრის სახეზე არ მაყრის და მაგრამ ანუ აი შიგნიდან მინათება და აი ჩამოქნილი ხდება კანდა ისე მიყვარს რომ მეტი არ შეიძლება მიყვარს ძალიან